ქეთა თოფურია კარალიოკით ხელში აყვა თამუნა ამონაშვილსა და სტეფანეს. სტეფანემ დაგვიმტკიცა, რომ ცეკვა სკამზეც კარგად შეიძლება. კონკასთან მისულ დასაქორწინებლებს მეგობრები ცერემონიის დაწყებამდე ულოცავდნენ ამ ბედნიერ დღეს. თამთას ხათუნა შენგელიას კაბა და ლაჟოლის საშას უარცხნილობა ამშვენებდა. სიძე ასეთი განსაკუთრებული დღის კვალობაზე საკმაოდ არაფორმალურად იყო გამოწყობილი. ქეთა თოფურია აღნიშნა კიდეც პირველად ხედა უჰალს ტუხოსიძესო. ქორწინების სახლში ტრადიციული რიტუალი ჩატარდა. ანუ ბედნიერებისგან გაბრწყინებულ ახალგაზრდებს განუმარტეს რა საპასუხისმგებლო ნაბიჯს გამდნენ და პირადობის მოწმობები მოსთხოვეს, რომელიც არც მათგანს თან არ აღმოაჩნდა. ბეჭდების გაცვლისა და ხელის მოწერის შემდეგ კორტეჟი მცხეთისკენ დაიძრა. სვეტიცხოვლის ეზოში დოიმ ნიკა მემანიშვილს ქუდი უყიდა. იქვე ჩასაფრებულმა ბავშვებმა დათოს კეთილი გული სათავისოდ გამოიყენეს და რეჟისორი ალყაში მოაქციეს. დოი შემსუბუქებული ჯიბით შეუერთდა ჯვარდაწერილებს, რომლებმაც რესტორან მერცხალში გადაინაცვლეს. სანამ კახუჩელა თონის პურს გვიმიზნებდა, ჩვენ მეჯვარეების მილოცვა ჩავწერეთ. უსურვებ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას. უყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც დღეს უყვართ. ამასობაში მესამე მეჯვარემ ხელები გაშალა და თამთას აცეკვაოდ გამოიწვია. ეს აუცილებელი რიტუალიც რომ შესრულდა, სცენაზე თამთას კოლეგები ავიდნენ და სტუმრებმა უკვე მათ სიმღერაზე გააგრძელეს ცეკვა. სანამ კახუჩელა მწვადებ წამოგებული შამფურით დარტანიანის პოზის მიღებას ცდილობდა, სტეფანემ დაგვიმტკიცა, რომ ცეკვა სკამზეც კარგად შეიძლება. მას პატარძალმაც მიბაძა. ქეთა თოფურია კარალიოკით ხელში აყვა თამუნა ამონაშვილსა და სტეფანეს. ბოლოს პატარძალმა თაიგული ისროლა, სცენაზე ავიდა და სხვებთან ერთად გვიანამდე კარგად მოილხინა.